ჩვენ შემდეგ სტუმართან გადავდივართ საუბრით გიგა ჯოხაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია ჩვენთან სტუმრად. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გიგა. მოკლედ, უნდა დავიწყოთ ამერიკასა და უკრაინას შორის ურთიერთობებით. ახლა ბოლო ახალი ამბები რაც არის, ერთგვარად თითქოს შერბილდა იმ შოკის შემდეგ, რაც ნახეთ ტრამპის განცხადებების შემდეგ, ხო? ახალი ეგრეთ წოდებული მინერალების შესახებ ხელშეკრულების ახალი ვერსია გამოჩნდა თითქოს და ამ ხელშეკრულებაზე შეიძლება დათანხმდეს უკრაინა. და მთავარი პრობლემა რაც მას ჰქონდა, იყო ის, რომ ამ მინერალების 50%-ის ფლობას და კონტროლის საშუალებას აძლევდა შეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციას, ხო? ახლა ეს შეიცვალა და უკრაინა უფრო მეტ უსაფრთხოების გარანტიებს იღებს. მოკლედ, რა ვითარება ახლა თუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უკვე იმ შოკიდან გამოდის მაგალითად ევროპაც, რომელმაც გააკეთა მხარდამჭერი განცხადებები ზელენსკის მიმართ. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ხო, ბოლო რამდენიმე დღე იყო, ასე ვთქვათ, შოკის მომგვრელი მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რა განცხადებებიც გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და როგორც მინიმუმ, აირბილად რო ვთქვათ, იყო ძალიან შემაშფოთებელი ეს განცხადებები. თუმცა ამ განცხადებებსაც ალბათ თავისი მიზანი ჰქონდა. და ექსპერტები საუბრობენ იმას, რომ ტრამპის ეს განცხადებები მხოლოდ განცხადებებია და ეს არ გადაითარგმნება კონკრეტულ პოლიტიკაში უკრაინასთან მიმართებაში და ამით ტრამპი ცდილობს, რომ გამოაფხიზლოს ევროპა. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა ის, რომ უკრაინის საკითხი და ზოგადად ევროპის უსაფრთხოება არის უფრო მეტად ევროპის დასაცავი, ხო? ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასაცავი. ამერიკის შეერთებული შტატები 1945 წლიდან მოყოლებული არის ევროპის უსაფრთხოების მთავარი არქიტექტორი და ნატოში მას წამყვანი ფუნქცია გააჩნია. თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის ცნობილი იყო უფრო მეტად იზოლაციონისტური მიდგომით, მათ შორის ევროპულ პოლიტიკაში მონაწილეობის თვალსაზრისით. და ამ მიმართულებით ტრამპი დგავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ევროპამ უფრო მეტი უნდა იმოქმედოს, უფრო მეტად უნდა იმოქმედოს და უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზე საკუთარი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. აი, რაც შეეხება უკრაინასთან მიმართებაში ეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, მე პირადად უყურებ ძალიან სკეპტიკურად ამ საკითხს. იქიდან მინერალების შეთანხმებას ამბობთ? მინერალების შეთანხმება ზოგადად სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რადგანაც იმდენად შეუსაბამოა მხარეებს შორის არსებული ინტერესები, რომ პირადად მე მგონია, რომ ძალიან დიდი ხანი ეს სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება. ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც დაიწყო უკრაინის ომი, მალევე მარტში 2022 წლის მარტში სტამბოლში იმართებოდა სამშვიდობო ხელშეკრულებები მხარეებს შორის. თუმცა ზუსტად იმიტომ, რომ მხარეებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა, ინტერესთა კონფლიქტი და სხვა მიზნები ჰქონდათ სამშვიდობო ხელშეკრულებაში კონფლიქტში მონაწილე მთავარ მხარეებს, ეს შეთანხმება არ შედგა. ახლაც იგივე სიტუაცია და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტად რთული სიტუაციაა, იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულის ინტერესები, აქტორების ინტერესები, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობენ, ერთმანეთს საერთოდ შემხევლობაში ერთმანეთთან არ არის, აი მოკლედ განვიხილოთ, რა არის თითოეული მხარის ინტერესი, ხო, ამ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან მიმართებაში, აი მაგალითად პუტინის მიზანი არის გაცხადებული, ვიცით, რომ პირველ რიგში მან უნდა საერთაშორისო საზოგადოებამ დე იურედ უნდა აღიაროს ის ტერიტორიები, რომლებიც მას დროებით ამ კონკრეტული მომენტისთვის აქვს ოკუპირებული, ასევე მას სურს, რომ უკრაინამ არ მიიღოს მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიები, რომლითაც ის მომავალში მოახერხებს რუსეთის აგრესიის ძალიან ეფექტურად შეკავებას. ერთი სიტყვით, პუტინის მიზანი არის ისეთი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც გამორიცხავს უკრაინისთვის გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს და შემდგომ მას მოეხსნება მისი გათვლებით სანქციები, რუსული ეკონომიკაც ამოისუნთქებს, ისევ მოიკრებს ძალას და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ შეიცდება, რომ დაასრულოს საბოლოოდ მისი მიზანი, რაც არის უკრაინის სრული ოკუპირება. რა არის ამის საპროტესტო უკრაინის მიზანი? ხო, უკრაინის მიზანი არის პირველ რიგში ის, რომ მიიღოს ისეთი უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთის მიერ მომავალი წლების განმავლობაში იგივეს განმეორებას, ხო? და ამის გზა რა არის, ხო? ერთ-ერთი ასეთი გზა არის ნატოში გაწევრიანება, რომელზეც მხარეები აცხადებენ, რომ არ არის სავარაუდო
ომის მოხდება მედიაში გავრცელდა ეს ინფორმაცია, თუმცა არ იყო დადასტურებული. დიახ, და ასევე შესაძლოა ამის ერთ-ერთი ალტერნატივა იყოს ამერიკელი ან ევროპელი სამხედროების ჩაყენება. ამ გეგმით ჩადიან ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში, ხო, როგორც ასევე მედიაში წერენ, რომ კիր სტარმერი, ბრიტანეთის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავლენ და ვაშინგტონს გააცნობენ ამ შეთანხმებულ გეგმას. უკრაინისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იყოს თავარი გარანტორი და ამერიკული არმია ურჩევნიათ, რა თქმა უნდა, რომ იდგეს უკრაინაში, ვიდრე ევროპელი მოკავშირეების, თუმცა შედარებით უფრო ნაკლებად ეფექტური იქნება ევროპელი მოკავშირეების მიერ ჯარის ჩაყენება, ვიდრე ამერიკული ჯარის ჩაყენება, თუმცა ესეც შესაძლოა იყოს ერთ-ერთი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. რაც შეეხება მინერალებს, აი რა შეიძლება იყოს ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესები, ხო? ეს ეკონომიკური ფაქტორი ჯერ ერთი შეიძლება ყოფილიყო ტრამპის ასეთი გაცხარების რეალური მიზეზი, ის რომ მან რაღაც ვერ მიიღო ის რაც უნდოდა. რა თქმა უნდა, ალბათ ესეც თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ზოგადად ტრამპი აი როგორი ადამიანი არის, ამას უნდა შევხედოთ ფსიქოლოგიურად, მას ყველა აშკარად დაჩვენებს მისი მოქმედებები, რომ ყველამ კარგად იცის, რომ მას აქვს ძალიან დიდი ეგო და ყველა ლიდერთან ურთიერთობაში ის ცდილობს, რომ იყოს დომინანტი, ხო და ის ცდილობს, რომ საკუთარი გავლენა ინდივიდუალური მათ შორის გაავრცელოს მსოფლიოს ყველა ლიდერზე. ის ცდილობდა ზელენსკისთვის ისეთი პირობების შეთავაზებას, რომელიც იქნებოდა მისთვის ბევრად უფრო მომგებიანი, ხო? ის ცდილობდა, რომ აი ეს ახლად აღმოჩენილი მინერალები გამოევაჭრებინა ზელენსკისთან და სანაცვლოდ, როგორც ჩვენ დავინახეთ, არ სთავაზობდა ადეკვატურ უსაფრთხოების გარანტიებს, ხო? უკრაინის პრეზიდენტს და ფრონტზე არსებული ვითარების გამო და იმის გამო, რომ როგორც ჩანს მისი განცხადებებიდან თუ იმსჯელებთ, მას ადმინისტრაციაში ისეთი ხალხის გვერდით უწევს ყოფნა, რომელიც ასე ვთქვათ, რუსულ დეზინფორმაციას ასევე ხშირად რუსულ დეზინფორმაციით მანიპულირებენ. ზელენსკიმაც თქვა, რომ ის კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისეთი განცხადებები გააკეთა ტრამპმა, რომ უბრალოდ გამორიცხულია სხვანაირად, რომ ეს მომხდარიყო და აშკარად მას შემდეგ რაც ტრამპმა დაინახა, რომ ზელენსკის დამორჩილება ვერ მოახერხა, ასე ვთქვათ, და ზელენსკიმ დამოუკიდებელი თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა. შემდგომ მან გადაწყვიტა ტრამპმა, როგორ ჩანს, რომ უფრო მეტად ჩახედულიყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში და ამიტომ გააგზავნა სწორედ კეილოგიც, ხო? მისი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებთან მიმართებაში კიევში, რომელსაც 4 დღიანი ვიზიტი ჰქონდა კიევში და ჰქონდა შეხვედრები როგორც უკრაინის პრეზიდენტთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, გენშტაბის უფროსთან და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან და საინტერესოა ამ საკითხთან მიმართებაში არის ის, რომ ტრამპმა, როგორც ჩვენ ნახეთ, დაასახელა საკუთარი გუნდი, რომლებიც მიიღებდა მონაწილეობას უკრაინასთან, უკრაინა-რუსეთ შორის სამშვიდობო ხელშეკრულებებში, ხო? და აქ არის 4 ძირითადი ადამიანი წარმოდგენილი ტრამპის ადმინისტრაცია და ერთ-ერთი არის სწორედ კეილოგი და როგორც ჩვენ ნახეთ, ამ კეილოგის ვიზიტს ძალიან დადებითად აფასებს როგორც ზელენსკი, ასევე სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღები პირები უკრაინაში და ამბობენ, რომ აი ეს იმედის საფუძველს იძლევა კეილოგის ვიზიტი და სავარაუდოდ კეილოგი ზოგადად ცნობილი არის ძალიან პროუკრაინული პოზიციით, განსხვავებით იმ 3 ადამიანისგან, რომლებიც საკმაოდ პრორუსულ ნარატივებს ხშირად იმეორებდნენ უკრაინა-რუსეთის ომის საკითხთან დაკავშირებით და შესაძლოა ტრამპის მხრიდან კეილოგის გაგზავნა კიევში იყო ერთგვარი მცდელობა, რომ ზელენსკისთან უფრო მეტად დაეთმო და დაელაგებინა ურთიერთობები. და ასევე ის რომ გაეგო უკრაინულ მხარის პოზიცია, ხო? ჩვენ ტრამპის განცხადებები თუ იმშელებთ, ხადია ის მხოლოდ და მხოლოდ რუსული მხარიდან გამომდინარე ინფორმაციას ფლობს, ხო? რასაც ის მას აწვდის, ასე ვთქვათ, რუსული მხარე. და ის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად არიან მოწყვლადები რუსული დეზინფორმაციისადმი და პროპაგანდისადმი, ხო? და კეილოგი, რომელსაც ძალიან პროუკრაინული პოზიციები და პროდესალური პოზიციები უკავია ამ საკითხთან მიმართებაში, ჩადის უკრაინაში, რომ უკეთ შეიტყოს რა ხდება რეალურად ადგილზე, მათ შორის ფრონტის ხაზზე და შესაძლოა ეს ნიშნავდეს იმას, რომ ტრამპსაც მოუწევს რომ ასე ვთქვათ ფითილს დაუწიოს საკუთარ რიტორიკასთან მიმართებაში და უფრო ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს უკრაინას, რა თქმა უნდა, მინერალებზე ექსკლუზიური უფლების მოპოვების სანაცვლოდ. გასაგებია, დიდი მადლობა განმარტებისთვის, დიდი მადლობა.